თუ ტერორისტივით მოქმედებს, შესაბამისი პასუხიც უნდა მიიღო. ეს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის გზავნილია ირანის მისამართით. საპროტესტო აქციების სისხლიან ჩახშობაზე საპასუხოდ ევროკავშირი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას განიხილავს. მაშინ, როცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანს პოტენციური თავდასხმით ემუქრება, ევროკავშირის ეს ნაბიჯი ისლამურ რესპუბლიკაზე ზეწოლას კიდევ უფრო აძლიერებს. ვაშინგტონის მუხარაზე საპასუხოდ თავის მხრივ ირანმაც განაცხადა, რომ შეუძლია პრევენციული დარტყმა ან ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელოს ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებსა და ისრაელზე. კალასმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სანქციების დაწესება მოსალოდნელია და რომ ეს მათ ალ-ქაიდას, ჰამასისა და ისლამური სახელმწიფოს გვერდით დააყენებს. სიაში სანქციების ახალ პაკეტს ვამატებთ და ველით, რომ შევთანხმდებით ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერორისტთა სიაში შეყვანაზე. ეს მათ ალ-ქაიდას, ჰამასისა და დაეშის გვერდით დააყენებს. თუ ტერორისტივით იმოქმედებთ, თავადაც ისე უნდა მოგექცნენ, როგორც ტერორისტებს ექცევიან. ნათლად ვხედავთ, რა ხდებოდა ირანში გამართულ დემონსტრაციებზე. დაღუპულთა რაოდენობა და რეჟიმის მიერ გამოყენებული მეთოდები მართლაც უკიდურესად მძიმეა. სწორედ ამიტომ გზავნით მკაფიო მესიჯს. ხალხის ჩაგვრას თავისი ფასი აქვს და ამისთვის სანქციების დაგეკისრება. ევროკავშირის კანონმდებლობით სანქციების დასაწესებლად ბლოკის 27-ვე წევრის სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო. ეს ბრიუსელის შესაძლებლობას სრულიად გამოეყენებინა საკუთარი ეკონომიკური ბერკეტები რუსეთის შემთხვევაშიც უშლიდა ხელს. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას ყველა ევროპული სახელმწიფო არ ეთანხმება. მოწინააღმდეგეებს შორის 2 დღის წინ საფრანგეთიც იყო, რადგან შეშობდა, რომ ეს ირანში დაკავებულ საფრანგეთის მოქალაქეებსა და დიპლომატიურ მისიებს საფრთხე შეუქმნიდა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ ხუთშაბათს ბრიუსელში განაცხადა, რომ საფრანგეთი ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებასა და რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეყვანას მხარს უჭერს, რადგან ჩადენილი დანაშაულები დაუსჯელი ვერ დარჩება. საფრანგეთმა გუშინ განაცხადა, რომ რევოლუციური გვარდიის ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანას მხარს დაუჭერს, რადგან ჩადენილი დანაშაულები დაუსჯელი ვერ დარჩება. საფრანგეთის ეს გადაწყვეტილება მოწოდებაც არის ირანის ხელისუფლებისადმი. გაათავისუფლონ 10,000-ობით პატიმარი, რომლებიც რეჟიმის ციხეებში გამოამწყვდიეს. შეწყვიტონ სიკვდილით დასჯები და ირანის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ძალადობრივი რეპრესიები. აღადგინონ კომუნიკაციები და ინტერნეტზე წვდომა და დაუბრუნონ ირანელ ხალხს შესაძლებლობა თავად დამოუკიდებლად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი. ამას მათ ნაცვლად ვერავინ გააკეთებს. გუშაგთა კორპუსი ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შედეგად შეიქმნა. მისი გავლენა და ძალაუფლება 1980-იან წლებში ერახთან ხანგრძლივი და დამანგრეველი ომის დროს გაიზარდა.